მისგან გამარჯობა და გილოცავ შეჯიბრის ძალიან წარმატებულად ჩატარებას. მე ვიცი რომ შენ მაქსიმალისტი ხარ, ვიცი რომ ყოველთვის მეტის მიღწევა გიყვარს და აკეთებ კიდევაც, მაგრამ თუ დროის ჭრილში გადავხედავ საქართველოს ფიგურული ციგურაობის წარმატებებს, ესეც ვიცი რომ არასდროს არ მიიღწევია ჩვენ სპორტს ამდენი, რაც მიაღწია მას შემდეგ, რაც შენ ჩაუდექი საქართველოს ეროვნული ფიგურული ციგურაობის ფედერაციას. აი დღეს როგორი გრძნობთ? როგორი დღე იყო? ეს ძალიან ძიმე დღე იყო, ძალიან, იმიტომ არა რომ რა ვიღეთ მეტყვი. იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი წელია მინდა რომ ნიკამ შეძლოს დააჩვენოს ის რაც იცის. იმიტომ რომ რეალურად ძალიან ძლიერი სპორტსმენია, ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალია უკვე და სამწუხაროა ის რომ ამას ვერ ხედავს დიდი აუდიტორია, ხო? ანუ ეს ვიცით ჩვენ, ვიცით ვარჯიშებიდან და ძალიან გიხარია რომ ასეთ მაღალ დონეს მიაღწია ფიგურულ ციგურაობაში, თავისი შრომით, თავისი წვრთნელების დახმარებით და რაც უნდა ძალიან გულდასაწყვეტია. თუმცა ხო, მაინც ვამაყობთ იმითი, რომ ასეთი კარგი შედეგია. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, იმიტომ არა რომ მე მაქსიმალისტი ვარ, მე ვარ მაქსიმალისტი, მაგრამ გამოვდივარ იმ რეალობიდან, რომელიც არის და რეალურად ჩვენ გუნდს ფაქტიურად სამწეს სახეობაში შეეძლო კიდევ უფრო მაღალი, თქვა ციჯის მედალიც აეღო და ამ შემთხვევაში ნიკას აუცილებლად არა მარტო მცირე მედალი, მცირე ვერცხლის, არამედ ასევე ოქროს ფინალური მედალი შეეძლო, რომ თავისუფლად თან ყოველგვარი ზედმეტი ოქრო იყო ძალიან ახლოს, ხო ჩვენთან, აი ესეთ ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ორი მედალი მაინც მოვიპოვეთ დღეს. და ძალიან კარგი სინჯის მედლები, ხო? კი, ძალიან. ანუ წყვილებში ბრინჯაოს მედალი და ნამდვილად მინდა ხაზი გაუსვა, რომ ის ბრძოლის უნარი, რაც ჩვენმა ლუკამ და ანასტასიამ გამოავლინეს, ალბათ დამეთანხმებით, რომ როდესაც წარმატებელი მოკლე პროგრამის შემდეგ წრე ადგილზე ხარ და მერე უნდა ვბრძოლო პედესტალისთვის, არის ურთულესი და ყველაზე ბედნიერი ვარ იმითი, რომ მათ ეს ფსიქოლოგიურად შეძლეს, იმიტომ რომ არაჩვეულებრივ ფორმაში იყვნენ, თუმცა მოკლე პროგრამაში ამ ემოციებმა მაინც ხელი შეუშალა. ამიტომ რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ სპორტული წყვილების კატეგორიაში გვაქვს ბრინჯაოს მედალი, ქალთა კატეგორიაშიც რა თქმა უნდა ველოდებით. რა სიტყვი ანასტასიას გამოცხადდა? აი, როდესაც დაამთავრა ციგურაობა, არ ვიყავით დარწმუნებული, აი რომ საით გადაიხრებოდა სასწორი. ამიტომ ვიზახი, რომ ძალიან აუცილებელია, რომ საქართველოშიც ჩატარდეს ევროპის ჩემპიონატი და ჩვენმა გულშემატკივრებმაც აქტიურად ხარი დაუჭირონ ჩვენ სპორტსმენებს. ეს სპორტში მუშაობს, ასე ვთქვათ, საჯებს, ანუ მუშაობს, ეს ყველაფერი ძალიან მუშაობს, ვთქვათ, იმ სპორტსმენების სასარგებლოდ, რომლებიც წარმატებულები. ასე ეს ნორმალურია, მაშინ არაფერი განსაკუთრებული არ არის, იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა და რაც მართლა დასასრულს ვიდაწევდი, რომ საქართველოში ჩატარებულ ახალი რანგის ტურნირებს ასეთი მაყურებელი ყავდეს, ხო, ასეთი გულშემატკივარი ყავდეს და რა თქმა უნდა, ეს პირიქით სტიმულს აძლევს სპორტსმენს და ბრძოლის სურვილს და მათ შემდეგ გამომსვლელი ამ შემთხვევაში ანასტასია, ხო, როდესაც დარბაზი ფაქტობრივად დაინგრა ესტონელი სპორტსმენის გამოსვლის შემდეგ, ხო, ძალიან რთულია, ფსიქოლოგიურად არის ურთულესი და ნამდვილად მხოლოდ მის აი ჩემი დიდი აპლოდისმენტები კონკრეტულად იმაში რომ მოიკრიბა, იმიტომ ძალიან რთულია. შეიძლება ხვდები რომ შეერნი მოწინააღმდეგეებით უმეტეს ასეთი ოვაციების ქვეშ და რა თქმა უნდა და მან მაინც მოიკრიბა, რა თქმა უნდა იმ ემოციამ ზალა წაართვა და ბოლოსკენ იმაზე მეტად დაიღალა სიტყვაზე ვიდრე კარგად იყო ძალიან კარგად მომზადებული. ამან მაინც პატარა კვალი და ზუსტად ამაზე უკვე დამთავრებისას ვიქცენი, რომ შეიძლებოდა, რომ ეს ყოფილიყო ის გადამწყვეტი, რომელსაც შეეძლო ჩვენთვის მედალი. ჩვენიერი რეზულტატია მაინც, უბრალოდ ჩვენ ყოველთვის ოქრო გვინდა, ხო? ჩვენ რა თქმა ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ საქართველო იყოს ამ შემთხვევაში
საქართველოში ჩემპიონი, ევროპის, სოფლიოსი და ასე შემდეგ. ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა, პატარა ფედერაცია და ვცდილობთ რომ ვიბრძოლოთ ძალიან მაღალი შედეგები. მე ვამბობდი, როდესაც ჩვენი დროშა დავინახე, როდესაც ჰიმნს უკრავენ და ჩვენი დროშა არის ამ ევროპულ ოჯახში, ამ მომენტში ესეთი აზრი მომივიდა, რომ გერმანიაში 80 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თქო, იგივე იტალიაში 60 მილიონი და ჩვენი პატარა საქართველოს 3.5 მილიონი ადამიანი და ამ ტიტანებით ვებრძოლებით და ვიგებთ კიდევაც ხშირად, ხო? სამომავლოდ ვიცი, რომ ჩვენი ბავშვობის დროს ჩვენ დარბაზები არ გვქონდა. მას შემდეგ რაც შენ პრეზიდენტი ხარ, რამოდენიმე დარბაზი აშენდა. აი რა გეგმები გვაქვს ახლა? აი ვიცი რომ თქვი რომ ევროპის ჩემპიონატი მინდა ჩავატაროთ რაღაც. ჩვენ გვაქვს ესეთი დარბაზი, რომ მართლა მოხდეს ესეთი რა. დღესდღეობით. ან რისი გაკეთება შეიძლება? ჩვენ შეგვიძლია ჯერჯერობით მხოლოდ ახალგაზრდების ამ ინფრასტრუქტურით შეგვიძლია რომ ვიყოთ ახალგაზრდების გაფრის ეტაპები, რაც კარგია, ნამდვილად ძალიან კარგია დასაწყისისთვის. ევროპის ჩემპიონატი ჯერ ვერ მივიღებთ, იმიტომ რომ ტრიბუნების რაოდენობა აკვეთებს არის ასეთი მოთხოვნა. და მე იმეც ვიტოვებ, რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, მთელი ჩემი და შენი ცხოვრების, არ ვიცი, ალბათ მთელი ჩვენი ცხოვრება ნატყრობდით ყინულის მოედანს სტანდარტულს, ოლიმპიურს საქართველოში და ამდენი წლის შემდეგ. ჩვენი თაობა ვერ ეღირსა, მაგრამ საბედნიეროდ ხო, ჩვენ შევძელით ის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ბავშვი ისრიალებს ჩვენი ოცნების ყინულის მოედანზე და მართლა იმეც ვიტოვებ, რომ შემდეგ უკვე კიდევ უფრო განვითარდება, უფრო მეტი ინფრასტრუქტურა გაჩნდება და იქნება ის საშუალება, რომ ესეთი დიდი ჩემპიონატით მივიღოთ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს ვხედავთ ხოლმე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხა შარშან, მაგალითად ლიტვაში როცა ვიყავით, მოცეკვათა წვლილი იყო ლიტვის, ანუ არის ეს აძლევს სტიმულს, აძლევს ძალას სპორტსმენებს, რომ კიდევ უფრო მეტად იბრძოლოს უბრალოდ და იმედი მაქვს, რომ ესეთი სიამონება ჩვენს ქვეყნებას საქართველოში და ჯერჯერობით უმასპინძლებთ ახალგაზრდულ ჩემპიონატებს. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ბევრი ბავშვი ჩავრთოთ უკვე ფიგურულ სიგურაობაში. ძალიან მისასალმებელია, რომ პირველად ზოგადად ფიგურის ისტორიაში პირველმა არხმა შეისყიდა პირდაპირ ტრანსლაცია ევროპის ჩემპიონატის და მთელი საქართველო თვალს ადევნებდა ჩვენი სპორტსმენების გამოსვლას. ეს არის ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენი თაობა, ჩემი, შენი, ასე დავიწყეთ, ანუ გადმოცემებით მოგწონდა ის, რითიც მე დავკავდით და მთელი ჩვენი ცხოვრება ვემსახურებით, ხო? ამიტომ მე მართლა ძალიან დიდი მადლობა მინდა პირველ რიგში გადავხადო. იმედი მაქვს, უფრო ბევრი ბავშვმა აღიქვა, რომ ეს ძალიან ლამაზი სპორტის სახეობა არის და ეხლა ამ ახალ ყინულის მოედნებზე გვეყოლება ბევრად მეტი ბავშვი, ბევრად მეტი ნიჭიერი ბავშვის აღმოჩენა იქნება შესაძლებელი და მე ამ ბავშვებს რა თქმა უნდა გავხოთ უფრო მაღალ აუცილებლად ეტყვი არ მეყარება რომ ეს მოხდება. რამდენი დარბაზი გვაქვს ახლა ამ მომენტში? ახლა გვაქვს ერთი სტანდარტული ოლიმპიური ზომის თბილისში, რომელიც გაიხსნა გუშინ. ხო, ჩვენს გარეშე და ერთი ბათუმში, ასევე ოლიმპიური სტანდარტის 1700 ტრიბუნით, რაც რა თქმა უნდა ძალიან შესაძლებელია. ხო, თბილისში უფრო ნაკლები ტრიბუნების რაოდენობა, მაგრამ არ აუშავს დასაწყისში მაინც ძალიან კარგია. გვაქვს ერთი სტანდარტზე ოდნავ პატარა არენაზე სავარჯიშო, თუმცა ძალიან ბევრი ბავშვი ყავს, ძალიან ბევრი დაინტერესებული ბავშვია, რომლებიც მეტად და მეტად ერთვება თავშობლებთან ერთად. ალბათ შენი გამოცდილებითაც მშობელი რამდენად ჩართული უნდა იყოს, ხო? ანუ ხელს უწყობდეს ბავშვს, ყავს ესეთი დაინტერესებული მშობლების და ბავშვების უკან ძალიან გვახარებს. ერთადერთი ეს არის ჩვენი ბაზა და ვეცდებით რომ შემდეგ გავზარდოთ ესეთი ჩემპიონები. აუცილებლად გავზარდოთ. და ბოლო უკანასკნელი შეკითხვა მეკლა ბოსტონი ხო ერთ თვეში. ანუ ხო გეგმები ერთი რამეა, მაგრამ განხორციელება უკვე მხოლოდ შენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ რა მოლოდინი გვაქვს? ბოსტონში ძალიან რთული მისია გვაქვს, გარდა იმისა, რომ უნდა წარმატებით ვიასპარეზოთ და იქაც აუცილებლად ვიბრძოლებთ, მხოლოდ ვიბრძოლებთ ჩემპიონატია, ძალიან მაღალი
შედეგებისთვის გვაქვს ძალიან დიდი მისია, უნდა ავიღოთ ოლიმპიური ლიცენზიები. ანუ ბოსტონში გათამაშდება აი ეს პირველი ოლიმპიური ლიცენზიები და უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად მეტი ლიცენზია მოვიპოვოთ უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე, იმიტომ რომ შემდეგ უკვე იქნება მხოლოდ რამოდენიმე ლიცენზია დარჩენილი და ეს ტურნირი მერე ძალზე გაიმართება. მაგრამ შევეცდებით, რომ პირველივე ეტაპზე 4-ვე კატეგორიაში მოვიპოვოთ ოლიმპიური ლიცენზიები. ჩვენი მთავარი მიზანი არის საქართველოსთვის გუნდურ ასპარეზობაში ოლიმპიურ თამაშებზე. გუნდურიც გვაქვს. ოლიმპიადაზე გვაქვს და წინა ოლიმპიადაზე ეს იყო ისტორიაში პირველად, როდესაც საქართველოს ნაკრები 10 მსოფლიოში უძლიერეს ქვეყანას შორის მოხვდა და ჩვენ ვიასპარეზეთ ძალიან ღირსეულად, ჩემი აზრით, არ ჩავიტვით ახლა ამას. მაგრამ მართლა ძალიან ღირსეულად, იმიტომ რომ ჩვენი გუნდი მოკლე პროგრამის შემდეგ გავიდა რამდენი მილიარდია ჩინეთში დამეხმარა, ხო 1.2 მილიარდი ადამიანი ჩინეთში. ხო, ანუ ჩინეთთან ერთად ვიყავით თანაბარი ქულებით მეხუთე ადგილზე. და შემდეგ მათ როგორც მასპინძელ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ჰქონდათ უპირატესობა და ჩვენ გადავიდეთ მეექვსეზე. მსოფლიოში გუნდში ყოფნა. ვფიქრობ, რომ უკვე თავისთავად ყველაფერს იგრძნობს. ძალიან დიდი რამეა და მაგრამ ჩემი პირადი მადლობა, იმიტომ რომ მეც ამ სპორტიდან მოვდივარ, ვფიქრობ ქართველი ხალხი ზუსტად იგივენაირად ჭნობს თავს. შენ პირადად ფიგურული ციგურაობა დადე მსოფლიოს უკან საქართველოსთვის. და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, მე ასე ვფიქრობ. მე ვიცი რომ ყოველთვის გვინდა ოქრო, მაგრამ ის რაც შენ გააკეთე ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, 25 წლის განმავლობაში, საერთოდ ჯამში შენ ცხოვრების მიზნად გახადე. ჩემი პირადი მადლობა შენთვის და დარწმუნებული ქართველი ხალხი იგივეს გზნობს შეესწრო. ჩვენ ვიყვარხარ. დიდი მადლობა და წარმატებები ბოსტონში და შევეცდები ვიყო იქაც. შევეცდები ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გამეხარდა ამ წელს მერე. და რა ვიცი, მინდა რომ აღნიშნო ბოსტონამდე გვაქვს ფესტივალი, ახალგაზრდული ევროპული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში. რომელსაც ახლა დაუბრუნდებით თუ არა მივიღებ ბათუმში, აქედან პირდაპირ ფაქტურად მივიღებ ბათუმში, სადაც 46 ქვეყანა იღებს მონაწილეობა. ძალიან დიდი ღონისძიება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ზამთრის სახეობებისთვის. და იმეც ვიტყობ, რომ იქ არის პირველ რიგში ძალიან ღირსეულად მასპინძლებ და მე მგონი ძალიან კარგი ახალგაზრდა მოციქურავი ინგა გურგენიძე, რომელიც გამოვა ამ ფესტივალზე. იმეც ვიტოვებთ, რომ ისტორიაში თუნდაც მაინც შენს სმენელს კარგად გამომარტოთ, ანუ ისტორიაში ოლიმპიური ფესტივალებზე მხოლოდ ფიგურულ ციგურაობაში ქონია საქართველოს მედალი. პირველი იყო ვახო მურვანიძე. შემდეგ იყო ნიკა ეგაძე და კონსტანტინე სუპატაშვილი წინა იტალიაში. და ეხლა რა თქმა უნდა ვეცდებით რომ ვებრძოლოთ მედიისთვის. აი ხო რო შევაჯამოთ აი ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენი ყველაზე კარგი შედეგები რა იყო? იმიტომ რომ მე ვიცი რომ ყოველ წელს რაღაცას ვაუმჯობესებდით და მე მგონი ევროპის ჩემპიონობა გვაქვს. ევროპის ჩემპიონობა გვაქვს. გვაქვს ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონი ოლიმპიადის ოქრო და ბრინჯაო ლუკა ბერულავას დამსახურებთ. ეს იყო ისტორიაში პირველად საერთოდ საქართველოს ზამთრის სახეობებში. არა მარტო ფიგურულ ციგურებაში, საქართველოს ზამთრის ოლიმპიადი და медаლი არ ქონია. ლუკა არის ის სპორტსმენი, რომელმაც მოახერხა ოქროს და ბრინჯაოს აღება ამ ოლიმპიური მედალს. შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულიც ლუკას ეკუთვნის და არაერთხელ. მოდის ოლიმპიადა შემდეგ წელს. ხო, და მოდის ოლიმპიადა შემდეგ წელს. ევროპის ოქრო, ვერცხლი, ეხლა უკვე ბრინჯაო. კომპლექტი გვაქვს. მორისის ასევე ბრინჯაო, ელენე გედევანიშვილის ორი ბრინჯაო. და ნუ რა ვიცი, ძალიან მაღალი შედეგები ზოგადად. გრან-პრის ფინალების ოქრო გვაქვს ევროპის კატეგორიაში გიორგი რევია და მარია კაზაკოვას და ეს იყო ანუ წარმოუდგენელი მოვლენა იყო, იმიტომ რომ მაშინ როდესაც ჩვენ ესავიღეთ გრან-პრის ფინალი უსწორდება ფაქტურად რანგით მსოფლიო ჩემპიონატს, იმიტომ რომ ასპარეზობს მსოფლიოდან მხოლოდ 6 საუკეთესო. აი აქ ეხა ხო ნახეთ რამდენი მონაწილეა და იქ არის მსოფლიოდან მხოლოდ 6 საუკეთესო. და გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ ეს გრან-პრის მსოფლიო ფინალი მოიგეს. და მაშინ ჩვენი მეტოქეები ანუ აქეთ იქით იყო ამერიკა და რუსეთი. ასე რომ ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწიეთ და რა თქმა უნდა ვისურვებდით რომ გავაგრძელებთ, აუცილებლად გავაგრძელებთ. წარმატებები, მადლობა ყველაფრისათვის წარმატებები და ბედნიერი სტარტი ბოსტონში. მადლობა.